მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი რეგიონული განვითარების სამინისტრომ დეპუტატებთან ერთად განიხილა. სამუშაო შეხვედრაში მინისტრის მოადგილე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატები მონაწილეობდნენ. კანონპროექტის მიზანი რეგიონების ეკონომიკური განვითარება და დეპოპულაციის პროცესების შეჩერება. კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად მთავრობას თვის ბოლოსთვის უნდა წარუდგინონ. ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე. ჩვენ ვახდენთ შეჯერება სამშობლოში პარლამენტის წარმომადგენლებთან, რადგან აქ ცალკეული მოსაზრებები და კანონპროექტი წინასწარ იყოს, ასე ვთქვათ, მის ცალკეული და ძირითადი პრინციპები იყოს შეთანხმებული. და ასევე განვიხილოთ ის მოსაზრებები, რომელიც ცალკეულ დეპუტატებს გააჩნიათ, განსაკუთრებით რომლებიც წარმოადგენენ მაღალმთიან რეგიონებს. ჩვენ ბევრ საკითხებზე გავიარეთ, ასე ვთქვათ, მთის კანონიდან გამომდინარე, ბევრ საკითხებზე შევჯერეთ, არის საკითხები, რომელიც თქო და სამომავლოდ კიდევ მსჯელობის საგანი იქნება. ვაპირებთ კიდევ ამ კვირის ბოლოს შევხვდეთ, ვიმედოვნებ, რომ რაღაც გარკვეულ კრიტერიუმებზე, გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდებით უკვე ამ კვირაში.